08 საათსა და 58 წუთზე ასაფრენი ბილიკი დატოვა. United Airlines-ის რეისი 93 იყო რიგით მეოთხე და ბოლო სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ტერორისტები მართავდნენ 11 სექტემბერს და იყო ერთადერთი, რომელმაც ვერ მიაღწია ალ-ყაიდას მიერ განზრახულ მიზნამდე. თვითმფრინავის გატაცება ურთიერთშეთანხმებული უნდა ყოფილიყო 77 რეისთან, რომელმაც პენტაგონს დაარტყა. 93 რეისის გატაცებას ხელმძღვანელობდა ალ-ყაიდას წევრი ზიად ჯარაჰი, რომელიც დაბადებული იყო ლიბანში, დიდარ ოჯახში. ის აპირებდა გამხდარიყო პილოტი და 1996 წელს გადავიდა გერმანიაში. ჯერ დაიწყო გერმანული ენის შესწავლა და 1 წლის შემდეგ კი ჰამბურგში აერონავტიკის ინჟინერიის სწავლა შეუდგა. 11 სექტემბრის მოვლენების გამოძიების მიხედვით, სწორედ ჰამბურგში გახდა ჯარაჰი მორწმუნე მუსლიმი და ჰამბურგის რადიკალურ ჯგუფს შეუერთდა. 1999 წელს ნოემბერში ჯარაჰმა დატოვა გერმანია და წავიდა ავღანეთში. 3 თვის შემდეგ ის იქ ალ-ყაიდას ლიდერს ოსამა ბინ ლადენს შეხვდა. იანვრის ბოლოს ჯარაჰი დაბრუნდა ჰამბურგში, გერმანიაში და განაცხადა, რომ მოპარეს ძველი პასპორტი, რომლითაც ირკვეოდა, რომ ის ავღანეთში იმყოფებოდა. ახალი პასპორტი და მიღებული ამერიკის მოქალაქეობით ჯარაჰი 2000 წლის ივნისში ფლორიდაში ჩავიდა. იქ მან ფრენის გაკვეთილები განაახლა და ხელჩართულ ბრძოლაში ვარჯიშიც დაიწყო. გამოძიების მიხედვით ჯარაჰი არ კარგავდა კავშირს კომუნიკაციას თავის შეყვარებულთან და ასევე ოჯახთან ლიბანში, რის გამოც მთელი ამ შემთხვევების მთავარი ტაქტიკური ლიდერი მოჰამედ ატა ძალიან გაბრაზებული იყო. თუ ჯარაჰი მონაწილეობას გადაიფიქრებდა, მაშინ ალ-ყაიდას ალტერნატიული პილოტიც მზად ყავდა. გამოძიება ასკვნის, რომ ჯარაჰს თანახმდა 3 ფიზიკურად კარგად მომზადებული პირი, რომელსაც უნდა მოეწყოთ პილოტის კაბინის შტურმი. ყველა სხვა ჯგუფში 5 შეიარაღებული პირი შედიოდა. მაშ რატომ აკლდა ამ ჯგუფს ერთი კაცი?